საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა ევროპაში უვიზო მიმოსვლას დაემშვიდობენ. ევროკავშირის შესაბამისი უწყებები უკვე ღიად მიუთითებენ, რომ ქვეყანა ვეღარ აკმაყოფილებს ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმებს. ევროპაში წახვალ ვიზით უვიზოთ ეს არ არის ეგზისტენციური საკითხი, მაგრამ რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა უნდა დაგვირგვიონ, სტაბილურობა უნდა დაგვირგვიონ, ეს არის ეგზისტენციური საკითხები. ამიტომ როცა ეგზისტენციური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციური საკითხს, ბუნებრივია შენ უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციურ საკითხს. მიუხედავად პრემიერის განცხადებისა, რომელიც ვითარებას არაეგზისტენციალურს უწოდებს, პრაქტიკაში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას შეიძლება რეალური და მრავალმხრივი გავლენა ჰქონდეს როგორც კონკრეტული ადამიანების ყოველდღიურობაზე, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე. მოქალაქეები ღიად გამოხატავენ შეშფოთებას შექმნილ ვითარებაზე და აცხადებენ, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტა ქვეყანას განვითარების გზაზე უკან დააბრუნებს. ძალიან განვიცდით. მედი არ დავდივარ ახლა, ვინც დადის და ახალგაზრდები რო სწავლობენ და დადიან, არ უნდა შეაჩერონ. ყველანაირად უნდა ეცადონ მთავრობაც ხელისუფლება, რომ არ შეწყდეს ეს. თქვენი აზრით, აი რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, ან ჩვენ რაღაც დათმობაზე უნდა წავიდეს სახელმწიფო, კაცო, მარტო სახელმწიფოს მეთაური და ყველა მთავრობა და პარლამენტი. აბა ასე კაი კომფორტი, თუ არაფერი დათმე შენ ცხოვრებაში, ისე არაფერი არ მოვა, რაღაცა უნდა დათმე. ახლა ყველაფრის საფრთხე არსებობს, ისე არ ვიცი რა ვიცი, რომელი რაჯობია, არ ვიცი. თქვენ პირადად თუ შეგეხებათ, როგორ ფიქრობთ, აი ეს რო შეწყდეს ვიზა ლიბერალიზაცია და ახ ჩემს შვილს უნდა ახსა ზღვარგარეთ წასვლა და კი განიცდის მაგასთან. არ უნდა დავკარგოთ. არ ვდგავართ ამ საკითხის წინაშე თუ ვდგავართ, მაგრამ ალბათ უნდა ქნან ისეთი რაღაცა და გააკეთონ, რომ არ უნდა დაიკარგოს რა, აუცილებელი. აი რისთვის თქვენ როგორ უყურებთ, რისთვის არის აუცილებელი, აი რა შესაძლებლობებს გვაქვს? ჩვენი დონის ქვეყნისგან გამომდინარე აუცილებელი არის, რომ გავიდეთ და ქვეყანასაც რამე შევმატოთ და ოჯახებსაც რა. იმიტომ რომ მე პირადადაც მყავს ოჯახის წევრი და ცხოვრობს თავს იქჩენს და რა ვიცი, ბევრ რამეს აკეთებს ქვეყნისთვისაც და საკუთარი ოჯახისთვისაც. შეექმნება რა თქმა უნდა, თუ კი ასე გაგრძელდა, მაგრამ იმედია რომ არ დავკარგავთ. იმედი. უკანდახევა არის ძალიან. ქვეყნის უკანდახევა არის ძალიან და ქვეყნის ღალატია მაგ. მთავრობა აკეთებს ეს. აი თქვენ მაგალითად რა შეგეხებათ, თქვენი აზრით, აი კონკრეტულად თქვენ როგორ შეიძლება შეგეხოთ? შეიძლება პირადად შემოხსნა ბევრს ამყოფის სამკურნალო დასწავლად ვერ დავა იქ ვიზა დაჭირდება სტუდენტი ვერ გავა იქ და ყველაფერი იქნება ხალხის უარესი და უარესი იქნება ყველა. ევროკავშირის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისადმი ნათელია. უზრუნველყოფილი უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების დაცვა. ასევე მოთხოვნად რჩება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და პროევროპული კურსის მკაფიო დადასტურება როგორც კანონშემოქმედებით, ისე პრაქტიკულ დონეზე. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება. ევროგაერთიანების წარმომადგენლობა საქართველოში დამატებით წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია. მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი მხოლოდ პოლიტიკური არ არის. ის პირდაპირ უკავშირდება ათასობით ადამიანის ყოველდღიურობას.